პოლკოვნიკი შერაღა უძალებს თავარსერჟანტი ავარ. აკადემიის მოგონები. ჩვენი ახალი მოადგილე ჩვენი ძრო. ეს შარშანდელი გარემონტებია. ის მორგება მოსწორთვარ ისამაგრებელი არები ნატურიის ნაკიდულობთ იმას რომელიც კედელზე მიმაგრდება და სტანდარტში ჩაჯდება თუმცა სტადიონის დასაწყისი რა თქმა უნდა თქვენს მოწმეები ხართ რომ სტანდარტებია საერთაშორისო ნატო სტანდარტებითაა ყველაფერი გაკეთებული მარგველაშვილი განათლების მინისტრი აი სულჩივის რასაც უყურებთ და მოძრაობთ ერთად რომ არანაკლები და ასეთივე უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო ყველა უნივერსიტეტი თუ ინსტიტუტი. ეს ძალიან კარგია და მივესალმებით რომ ესეთი ეროვნული აკადემია გვაქვს, ეროვნული თავდაცვის აკადემია გვაქვს და ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ განათლებული და თანამედროვე ოფიცრები გვყავდეს. ღირსებით სავსე ოფიცრები უნდა გვყავდეს, ღირსეული ჯარი უნდა გვყავდეს და ამისათვის ყველაფერს გააკეთებთ ჩვენი ხელისუფლება. ის რაც აკლდა მარტო კაზარმა და მარტო ოფიცერი არ არის საკმარისი. უმაღლესი ხელისუფლებაც უნდა იყოს მომართული იმისათვის რომ ჯარს ჰქონდეს ძირითადად თავდაცვის ფუნქციები და ის რაც ჰქონდა ჩვენს უახლეს ისტორიაში და მე გავიხსენე ჩემი გამოსვლის დროს, როდესაც შევხვდი ოფიცრებს და ჯარისკაცებს წარსულს უნდა ჩაბარდეს ყოველგვარი გაუაზრებელი ქმედებები უმაღლესი ხელისუფლების და პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან. ეს ყველაფერი მისასალმებელია, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ. თქვენ იცით რომ ჩვენი სტრატეგიაა რომ ევროატლანტიკურ სივრცეში გავერთიანდეთ, ნატოს წევრი ქვეყანა გავხდეთ, ამისათვის გაკეთებულია ბევრი და ჩვენ გავაგრძელებთ და გავაღრმავებთ ამ პროცესებს, რომ მივიღოთ ბოლოს შედეგი და ჩვენი საქართველოს გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. ჩვენი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის რომ გვყავდეს განათლებული, ინტელექტუალურად განვითარებული ჯარი, მოაზროვნე ჯარი, სწორედ ამიტომაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ პრემიერ-მინისტრი ეწვია თავდაცვის ეროვნულ აკადემიას. ჩვენ როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი შესაძლებლობები გვაქვს, რომ ესეთი განათლება მივცეთ ჩვენს სტუდენტებს, მსმენელებს და პროფესია სამხედრო არ იქნება მხოლოდ ვიწროდ სამხედრო პროფესიით შეზღუდული, არამედ მათ სამოქალაქო განათლების საშუალება, სერიოზული განათლების საშუალება ექნებათ. რაც შეეხება ზოგად პრიორიტეტებს, ჩვენთვის არის ასევე მნიშვნელოვანი, რომ გავზარდოთ ხელფასები და დავიწყეთ ჩვენ ხელფასების გაზრდა ავღანეთში ჩვენი სამხედრო მომსახურეებისგან და შემდეგ მთლიანად გავზდით ხელფასს თავდაცვის სამინისტროს და სამხედრო მოსამსახურეებისთვის, მათ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ექნებათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რაც აქამდე პრაქტიკულად შეზღუდული იყო, იქნება სწორად გათვლილი პროფესიული განვითარების სისტემა, რომელსაც დღეს ვქმნით და ეს მეომარი ჯარისკაცი, რომელიც დაბრუნდება საბრძოლო, ასე ვთქვათ, მოქმედებებიდან, ავღანეთიდან თუ სხვა ასე ვთქვათ, ოპერაციებიდან, მას ექნება ზუსტად წარმოდგენა, როგორ დაგეგმავს თავის კარიერას. ასე რომ ჩვენ ვქმნით ისეთ თავდაცვის უწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას ყავდეს მობილური, სწრაფი რეაგირების მქონე, განათლებული, მოაზროვნე არმია, რომელიც ყველა გამოწვევას პასუხს გასცემს.